დავიწყეთ, მიესალმები YouTube-ს. YouTube-ს გამომარჯოს ბიჭებო, ყველას მოგესალმებით. ჩვენ ერთგულ მაყურებლებს ყველას მოგესალმებით, ჯიგრებო, ნაცვალეთ. რამდენი თითქმის ერთი თვე არა ვიდეო აღარ გადაგვიღია. ხო, ამიტომ არ შეგვიწყეს ხელი და თან არც მეცალა. მაგრამ მოვიცალეთ როგორც იქნა და თვეში 2-3 ვიდეოს კი ვაცხობდით ადრე და ხო, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ქარიანი დღე გვაქვს, მოგვიტევეთ იმედი ხმა კარგი იქნება და შევეცდებით რომ კარგი ვიდეო გამოვიდეს შემეცნებითი და მასურებელი და სასარგებლო. მადლობა მინდა მოგიხადოთ იმ კომენტარებისთვის, ვინაც მოგწერეთ, რომ კარგ საქმეს აკეთებთო და ერთი ჩვენი გამომწერი იყო კიდევ ზუსტ არ მახსოვს სახელი და გვარი მომიტევეთ, რომ ობიექტურ ტესტებზე გამახვილა ყურადღება, რომ თქვენი ტესტიო თეორიასთან საერთოდ რაღაც ესეთ მოცულობით ინფორმაციას გვაწვდისო და კარგია რომ დაგვიფასებთ ჩვენ შრომაწვალებას ასე ვთქვათ. ყველას დიდი მადლობა ვინც გვიყურებთ და ვინც აქტიურ მონაწილეობას იღებთ როგორც კომენტარებში ასევე ლაიქებში. ახლა უნდა აქტიურობა. თუნდაც დისლაიქში ეს ძალიან მნიშვნელოვანია არხისთვის, იმიტომ რომ კიდე წინ წაიწიოს YouTube-ის სივრცეში და რეკომენდირებულებში ხშირად ამოაგდოს და მეტმა ხალხმა ნახოს. ხო, კიდე ერთს დავამატებ მეგობრებო, იქ რამდენიმე კომენტარი იყო, რავი, მარლენის არხსაც იყო იქაც, რომ ამასავე უშნოთ და ატრიალებთ მაგთობს, უსაფრთხოებით ესევეო და მეგობრებო, უსაფრთხოებით ესევე არ გვეშლება, ახლა ჩემთკენ მოშორილია. თოფისულო თუ შეამჩნიეთ ახლა, მაგრამ სანამ ასე დავდევით ამ თავს 1000 ჯერ და 10000 ჯერ ნახეთ და ჩვენ გასროლამდე თოფში ვაზნებს ავდებთ და ეხლა რაც თავარია, ატროქსი გვაქვს წამოღებული, მინდა ესეთი ქვეკალიბრული გუალანდები დავტენე, ეს არის 16 კალიბრის გუალანდი. დავტენე 12 კალიბრის იმაში კონტეინერში. ეს უკანის მოვაჭრე, ერთ სიტყვით აქ ეხლა სანამ ლაპარაკობ სურათი დაიდება, როგორი იყო, როგორი გახდა, ავწონეთ და თავის კონტეინერიანად 30 გრამი გამოვიდა. კალიბრის განმარტებაც დავურთო მეგონი უკანს. გისმენ? შევდაურთო მე ხო? ხო, თქვი. უკვე კალიბრული ტყვია ნიშნავს ერთი კალიბრით მცირე ზომის ტყვიას, ვიდრე არის თოფი, ანუ თოფით 12 კალიბრი, ქვეკალიბრული გამოვიდა 18 კალიბრი, ტყვია, რომელიც დატანილი იქნება 12 კალიბრის მასალაში. ქვეკალიბრულის შინაარსი არის კონტეინერში, ქვეკალიბრულის შინაარსია ეს, რომ ქვეკალიბრული ტყვია ყოველთვის არის იმ თოფზე ერთი კალიბრით ვიწრო, ვიდრე არის თოფი რა. თან რა არის ეხლა ეს რა პლუსები აქვს და რა მინუსები აქვს ამას. პლუსი ის აქვს, რომ საწყისი ჩქარი ასე ტყვიებს აქვს ყოველთვის მაღალი, სიზუსტე ყოველთვის უფრო ზუსტია ხოლმე და უცემა არის ნაკლები. მინუსი არის ის, რომ 12 კალიბრის თოფიდან ასრული 12 კალიბრის ტყვიას მეტი ენერგია მიაქვს იმ წონის ხარჯზე, რაცონაც იმ ტყვიას აქვს, ცოტათი უფრო ნაკლები ენერგია მიაქვს, მაგრამ გარწმუნებთ რომ 3 ტყვიას აღმიაქვს ნაკლები ენერგია დიდი ნადირის გასაჩერებლად და აპრობირებული წესია, ხმარობენ ამას ნადირზე მონადირეები და წლებია არა მარტო ქართველი მონადირეები, არამედ ევროპაშიც ძალიან აქტიურად ხმარობენ ქვეკალიბრულს საბოტს და მათ შორის ესეთ განსაკუთრებულ ტყვიებს, რომლებიც გლურულიანი თოფიდან სასწრაფოდ არის განყოფილი. ხო, ეხლა ვინაიდან ჩვენი დამზადებული და ჩამოსხული შირინსკები, აი რა ვიცი, დიაგონალზეც, პერიმეტრზეც სულ გადავღეჭეთ ყველანაირად სიზუსტეზე, დამანგრეველ ძალაზე, მანძილზე, ექსპანსიაზე, ყველაფერზე თითქმის თემა მაგ შირინსკებზე ამოვწურეთ და ეხლა გუალანდებზეც მინდოდა, გუალანდიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ტყვია. როგორც ვთქვით, ერთ-ერთი უზუსტესი ტყვია არის და ეს ჩვენი ვიდეო როდევს 60-80 და 100 მეტრზე რო ვისროდით, იქაც ძალიან კარგი შედეგი მოგვცა და მოკლედ ტყვია შედგება ორი ნაწილისგან, თვითონ ტყვის ჯვრვი, რომელიც აი ესე გამოიყურება, შიგნიდან აქ ტექნიკური ხველი, სადაც ჩდება უკვე ესეთ პიჟ ობტურატორი, რომელიც აკავებს გაზებს რულის არხში. წნევას უნარჩუნებს და ეს ჩდება შიგნით. და განსაკუთრებული ის არის, რომ ბოლომდე უნდა ჩაკეცოთ ეს, ბოლომდე უნდა მიაბჯინოთ ეს. ყויה მოაბრუნე და დაანახო. ცოტა ადგილი უნდა იყოს დატოვებული, რომ დაძვრის დროს თვითონ შევა მე ეს ყויה. ტყვიაში სტრუქტურატორი და უკუცემა შეამცირებს და უფრო რბილი გასროლა გამოვა და ზუსტი გასროლა გამოვა ვიდრე. ანუ გასროლისას არ მოქნილი ძნევა თვითონ მისდევს თავს. თვითონ შესწავლს ადგილზე. და რაც კიდე მთავარია, როგორც ისაც ბუმბული უკეთია და სტაბილურობას უწევს, მთელ მანძილზე მიყვება ეს მწვანე ისა. არაძებს საშუალებას ტყვიას რომ შემოგვიდეს.
აღირავდეს დაყირავდეს უთო გააკეთოს. ჰაერის ჭრის პრინციპით მიმფრინავდა დააკვირდებით ლულის დააკვირდებით ტყვის წინამხარეს ორი ასეთი ჭრილიანი ფრთა აქვს რომელიც ტყვიას ანიჭებს თავისი ღერძის გარშემო შემოbrunების ინერციას. ეს გამომართვი ეს არის ქვეკალიბრული დადენილი, 5 ცალი გვაქვს ახლა ასეთი, რომელიც დავხურე ვარსკვლავით. და კიდე აი კალიბრული 12 კალიბრის კიდე ესეთია მოხოვით გაკეთებული, ეს უკვე 12. ამასაც გავისვით 1-4 ცალი ესეც ქონია. ერთი კითხვა მოხდეს შეიძლება რა. ისმენ. ეს დენთი არ შემოდის და არ იყიდებოდა როგორ ახერხე მომავალ. არაფერი ადრეს თქვი ნადირობის დროს ქონდა ვიდეო გადაღებული და ზუბერის ბანძვაზნებს ყიდულობ ყველაზე იაფიანს. დენთი გადმომაქ ხო, ნუ გარანტირებულად იმ ზუბერებში ძირითადად ხმარობენ იტალიურ და ესპანურ დენთებს. ან არის ნობელ სპორტი, ან არის მაქსამი და მაგის დოზები კი ვიცი წონის მიხედვით რაც გამოგინება ფოტოშოპს. მაგრამ საწოლებელია მაინც არა. საძვალებელი არ არის და ეხლა როცა გინდა რაღაცა გააკეთო და გაერთო და თან შენ იმათი საშუალებას ხო შენ ჭკუაზე მოიყვანო ვაზნა ეგეთი ის არის. კაი ეს გამომართვი. ეხლა ირაკლი აი ეს ლურჯები აიღე 5 ცალი. მოკლედ ჯერ ის კალიბრულებს მე ვესვით კალიბრულებს და ერთმანეთთან არა მარტო მაგის გარდა კიდე ჩვენი ატროქსით მინდა სამწყერე ვაზნებიც გავისროლო. ხო და მაგაზეც ცალკე ვიტყვით მე რატო ატროქსიდან სამწყერე ვაზნები და ეს როგორ კალიბრულებია ხო? ხო ეს ლურჯი რაც არის 5 ცალი არის ყველა ქვეკალიბრული გუვალო. მოდი მაშინ სტრაფაზს ვსწავლობ. ჯე მისროლით გავაკეთოთ 5-ვე. მოვნიშნოთ და მე კალიბრულები ვესრულოთ. კი ბატონო, აი ეს ჩემმა ატროქსმა სახეცვლილება განიცადა ის უგლუს წარწერა ავაძრე და ეხეთი აი ესეთი YouTube ატროქსი მაგ მოკლედ ხალხო კიდევ ერთხელ გამეორდები და არ დამეზარება ამის გამეორება ხო ვიდეოებში. აუცილებლად სროლის დროს მით უმეტეს ზატესტირებას აკეთეთ, გამოიყენეთ დამცავი საშუალებები, ხედავთ რომ ეკეთია საფრთხე და არის კიდე ყურებით დამცავი აქტიური აფიოს. ურსასმენი ურსასმენი ხო რა. თქვენ ჯანმრთელობისთვის და ასე ვთქვათ რომ დაიწყოთ საკუთარი თავი რა. მით უმეტეს ატროქსი მოკლე ლულა და ლულა კიდე რაც უფრო მოკლეა, თოფი იყოს გინდის ერთი იარაღი, ხმაც შესაბამისად მეტია. ერთი სიტყვით, აქ ერთ გვაქვს ჩვენი სკამი, ჩვენი შტატივი, რომელზეც ირაკლი ჩამოდებს ამ თოფს ისე გაისვრის შტატივიდან და აგერ წინ იქ არის ჩვენი მორი გადაჭრილი, რომელმაც უნდა გააჩეროს ჩვენი გუალანდის ტყვიები, საკმაოდ ქარია, ნახეთ ბალახი. საღამ წვიმამაც სამოგვაყარა და იქიდან კიდე ღრუბელი მოდის, იმედია მოვასწრებთ და ირაკლი მას სახე იცვალა. მოიცადე ეს ჩვეულებრივი ირაკლი აღარ არის, შლაპა მოიხადა, ურსასმენი რო გაიკეთებს, აგერ არის ჰანტერ ფრედი. ძალიან მოგეცოდა ეგ კეპკა. რატომ მოცაროთ ხელი გრილი კარგი. ვინმეს გინდათ ასეთი თქვენ სახელობის კეპების შეძენა დაუკავშირით ბატონ დავითს. ჩართე. ჩავთე და მშვენივრად გრძნობ თავს. ეხლა ეს ვარსკვლავით როა დატენილი კიდე ერთი პლუსი აქვს, რომ ჭიჩიჩავა ერთმანეთს არ მიებჯინება და ხო. ანუ იმებს რა ქვია, კალიბრულებს მოხოვით როა გაკეთებული. სამწუხაროდ საუბრობთ და იარაღი არის. ყოველთვის სარიელი სანამ გასვლას დავიწყებ. სასაძალე ხაზზე როცა დავდგები იარაღი იტანება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ. მოდი. ეს კარგი სიგრილე გვაქვს, თუმცა ქარია და ქარია, მაგრამ იმედია ეს მიკროფონი პეტლიჩკები რაც გვიკეთია, დამცავი გუბკით. თავის საქმეს აკეთებს, ქარს ახშობს და ჩვენი ხმა ხარისხიანად და კარგად ისმის, იმიტომ რომ არ გქონდა და სულ ხარვეზი გქონდა და სულ საყვედურობდი. ვამზად გასრულებისთვის. ვიცადე? ირაკლი YouTube ატროქსით. მოუხდა რა წარწერა? თემატურია. ესროლო? კი, ესროლე მე მზათავა. ერთი ეგ არის ნეტა არ წააქციოს სამიზნე წინ და უკან არ მოგვიწიოს სირბილი. აცილე
ალბათ. მაგრამ რა, პეტლიჩკა გაგძურა? მომძვრა თუ მოთხრა არ ვიცი. შედავ. ვერ ხედავ. პირველი მართალი გითხრა, აქედან არ დამინახე, მე მგონი 10-და და ცოტა დამიზნებით. დამიზნებით ვეშლი მაგრამ რავი. არ გადადენე? აიცა. ის პირველი საცავიდა ის გილზი. აგერა. ხო, ბოლომდე არის მომგდები. ხო, ბოლომდე არ მოვარდა. შენ გენაცვალე. პირდაპირ იმასთან მოხდა. ცენტრთან. წითელ ლაქასთან. მეორე 10. რატო? ეს წერა გავიდა. აჰა, მოხდა მეხუთე. ამას ვისროდით 3 ჭრილი შეიძლება მაგიტომაც მოგვივიდა ეგ კონფუზი. 2 ცალი მოხდა მარტო 1 ლამის ცენტრში. მივიდეთ აბა ახლოს. წამოიღე თოფი. იყოს რა გინდა. ხახსნელია ვიდოზე. ძაღლმა არ შეგვჭამოს გაც რომ მოგვადგაცერა. ძაღლმა არა გატა. აი, უყურე. კონტეინერი ვიპოვე ერთი. აი მეორე კიდე. ჯوان ხალხი როგორ ასდა ეს რო? ვაფშე ასდა? ნიჩა. ხო. ძალიანაც არაცდებოდა. აი მე მგონი ერთი იქ გაიარა, აი ქვევით აქ მოხვედრები. ხო. მოწყვეტილი საკ ბალახი ნახე. ბალახიცა მოწყვეტილი და გერი აქ ერთი ვნახეთ. ორი ეს კარგად მოხდა ნახე. ერთი დაბლა. აბა, ქვევით ეგე. ისა? ხო. ეს მე მაინტერესებს ახლა აბა გადმოწიე ხო არ სხვაზნოი ხო არ გამოიტანა. არა. ამიხოს ერთი ის არის მოწყვეტილი ბალახი. ხო. ერთი ეს არის აგერ. ხო. ამეოთხე. მოხდა? მეხუთეს ვერ ვხარ. აი. ხორე. ხო. ორანო ახლა ეს მორიც იქნება ალბათ 35 მაქსიმუმ 40 სანტიმეტრი დიამეტრში. და ის იყო ალბათ მოწყვეტა. მე მაინც ვაბრალებ რომ ის სამჭრილიანი არ უნდა დამეყენებინა. უქვევით მიიტანა რა. ხო, ეხლა შევცვალეთ ჩვენ. ისე 4 ჭრილიანი დავაყენეთ და გავიშვით კალიბრულებს. ეს დამახსოვრებული აქ მონიშნა აღარ უნდა. ხო, 2 წელი საათი წესროლოთ. აი აგერ ეს ორი კონტეინერი ვიპოვეთ იმ 5-დან. განაჩენებიც იქვე ეყრება. ხო და ეს 4 ცალი ეხლა კალიბრულია უკვე. ირაკლი, დათა ხარ? ესე გვაჩვენე კარგად როგორ არის ეს უყურე. აი ეს არის მოხოვი და თავი გამოყოფილია და ამას განსათითაოდ დატენის ან ერთი ლულაში ერთი ქვევით რომ მაინც ჭიდში ერთმანეთს კაფსულაზე არ მიედოს. მე გამოვრიცხოთ უნებლიე გავარდნა. მქონდა სასტაურო. მან დაალაგე. მე რატომღაც მგონია ეს კალიბრული თან 4 ჭრილით გაცილებით უკეთესად უნდა მოხდეს. მაგრამ რასაც უყურებ, ჯერ ჩვენ შირინსკებს ვერ აჯობა. ვერანაირად.
ქვევით მოხდა. ქვევით მოხდა. გასაგებია. კარგად მოხდა 6 საათზე მოხდა ზუსტად. დატენე, ცარიელია. დავტენი. აღარა გაქვს 2 დაბლა. 2 ხო, ყასოთ. დაბლა ხო დაალაგე და გავიწყდა. უშენი და მე ნუ ჩქარობ შემოძმაო ასე გაუსროლი ასე თუ ისე გასავლელი რაღაცია. ნუ შეასროლი. მოხდა მე მგონი ეგეც მოხდა. კი. ნუ ოცა მინდა გითხრათ მეგობარო რომ კალებრულები და გაუჯობესებული ცილინდრით უფრო კარგად ისროლა. მე რა გითხარი? მაგი მითხარი შენ ზუსტად. უფრო უკეთესად გაისმის. თან ჯგუფის არ არის ცუდი. თვითონის მორიც არ არის დიდი რა ჩათვალე ნადირი რო იყოს დაგდებულია. ხო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ რომ შირინსკები გაცილებით კარგად დაალაგა ამბლულა. და უფრო ძლიერი. და უფრო შორიდანაც ვესროლით გახსოვს ალბათ. კი, 60 მეტრიდანაც 60 მეტრიდანაც კარგად მოხდა, ხო. წავით აბა ახლოს ნახოთ. ესე იგი ჩვენ გვქონდა AS2 ხო. ძინა ქვეკალიბრულის 1 2 3 და 4. 4-ვე მოხდა, რასაც დავუმიზნეთ. პრიმა გაძლიერდა ახლა, ცოტა ხანი დავაცდით, მე მგონი გადაირბენს ახლა ეს ღრუბელიც და მე დავცხებთ სამწყერე ვაზნებს. დაანგრია, ნახე რა მხელა ძალა კი აქვს. ხო. და გავიდა იქით. აბა წამოიღე ვაფშე გმური. გაუნგრევია. აბა. აი ხო ესედანი. ოპერაცია არ გავაფშე. აი ეს არ მომწონს რომ დეფორმაცია არ აქვს საერთოდ რა, აი არ მომწონს. რო გამჭოლი თქვია ვიდრე ექსპანსიური. ხო, ექსპანსიურობა არ აქვს. უყურსა და ხომხოდრილები. ხო, აი წინანასროლები. და შირინსკი მაგდროს დედას ვაფშე გაკასკდებოდა შუას. შირინსკი აიღეჭებოდა ვაფშე. ხო, იღეჭებოდა. და გუალანდი თუ გახსოვს, ყველაზე კარგი შედეგი გუალანდებზე გქონდა ჩვენ ჩემი MP27-დან რო ვესროლეთ. აჰა, ისად გამოუთხრია თქვი ხედა? არა, მოიცადე. ხო, აი გამოგლეჯილი ეს კარდონისა და გამოგლეჯილი და ეს მიწის კვალი ამონათხრელი გამოსული გარეთ. აი ეს ზოლი, აი, დაგვიდით. აბა მანდედან დაილაპარაკე როგორ იწერს მიკროფონი. დავილაპარაკო. შორს ახარ და ილაპარაკე რომ. აღანებიდან გნოლი გაფრინდა. ყავარდოსული გადაიერა. კაი. ისე აღოზდუქი მოხაზეცა. აგვერია ისე ამინდი. ისე წამოვწვიმოდა თქეში. ზემოიმერელ. იმანდას მეხი არ დაეცემოდეს ეხლა და მეტი არ. ვანტე ბაბილი და განგებილა. მაიცეჭუთი. მოკლე შეჯამება ეხლა ამის არ მომეწონა მართალი გითხრა. ქვეკალიბრული არ მომეწონა, უბრალოდ ამ თოფიდან არ მომეწონა, თორე გძელულიანი უფრო კარგად ისვრის ხოლმე რა, მაგალითად შეიძლება ეგრეც იყოს. იგივე ჩემი MP27. უკეთესად MP როგორი შიფრება თუ ის? mechanical plant. Mechanical plant. ანუ უშუალოდ მექანический завод. პატარაზე გამოჩნდებოდა. სანამ ახლა სამწყერე სამიზნესს გავაკეთებდი თუცებ კამერა არც ხონდა ჩართული, ის პატარა კი გადაიღებდა. კასტალომი რო ქვია.
თურქული ოსკარამ ხიე და მოხდა თან ძალიან მაგრად. ესეც ის არის, ესეც აი ეს ორივე არის მე მგონი. არ არის ორივე. ეს უეჭველია. ეგ უეჭველია მეორე. ხო, თან ხელიდან ვესროლე და ვესროლე 5 ჭრილით. და რა მაგრად მოიტანა. მე მგონი ეს არის რა. ეგ იყო. ეგ საათზე მოხდა რომ მითხარი ეგ არის. ხო 6 საათი მართალი ხარ. ესა ეგეც იყო. პირველი ორი იყო. ნუ შეიძლება თეთრი დეფორმირდება რა არც ეგ და არც ის. ხო აი ეს კასტალომისის ვიპოვეთ უყურე თამაში ის ბურთულა ეჯდა კონძორალი აქვს. ხო და სხვათა შორის ყვაზნო იყო გატანილი და იქვე ეგდო. ეს არის ხო თურქული. კარგი შედეგი იყო ძალიან. ეხლა შენ როგორც გიყვარს ხოლმე თქმა მეორე განყოფილებაზე. მეორე განყოფილებაზე გადავდივართ. სახეზე გადყოთ ყოფილობას, ვიწყებთ მეორე განყოფილებას. ხო. ნუ ამინდი ჭირვეულობს მაინც ხან წამოაყრის ფილმას, ხან ის აი ნახეთ გრუბლები როგორ. ეს შუიდან მიახლოვდება და რამოდენიმე გასროლას გავაკეთებთ აქ წაიქცა ის. გითხარ წაიქცა მეთქი და არ მიჯერებთ, არ მიჯერებ, ყოველ ზოგადად დაისჯები. ხო. ეხლა რა გვინდა ერთ სიტყვით ამ ატროქსით, ჩვენი YouTube ატროქსით, მოკლელულით, მე წერზე ძალიან წარმატებულად ვნადირობ ამით. ხო და რამოდენიმე განსხვავებული სხვადასხვა მარკის ტყვია მინდა გავისვეს, ვაზდა მინდა გავისვოლოთ საფანტი სამწყერე. ხო და ეს არის ცილინდრი დავაგეთ ეხლა 5 ჭრილიანი ზეთ. და ნახოთ რა შედეგებს მოგცემს ეხლა როგორც ასეთი ეს პომპა სანადიროთ არ არის, მაგრამ წერზე კიდე ერთხელ გეუბნები, წერზე და ტყის ქათამზე საკმაოდ წარმატებით ვიყენებ ხოლმე. აი ტყის ქათამზე თავიდან მიჭირდა ცოტა ეს სირაგლი გადატენვის სისწრაფე და წერზე ამ 7+1-ია და 2-ზე მეც მაქსიმუმ 3 რა. 2+1 ხა განამწყერზე ესე რა უნდა ამოცივდეს იმდენი. და ნახე რა გამოვიდა ფუბელი იქიდან. გონები არ დაგვაცნის ეს. ნუ რასაც დაგვაცდის რამოდენიმე ვისროლოთ და რა მინდოდა მეთქო ვინც იცით აი ეს რა ვაზნაა. ნახეთ ეს არის 10 ნომერი 32 გრამიანი. სისტემა ბაშიერის არის თუ ინჯანდა. კი ბაშიერის ის არის. ბაშიერის ფირმაა მე მგონი და აი GP რა არის GP. ანუ ამ ვაზნი ძალიან ბევრი იყო უკმაყოფილო. ვინც ისროლა 71 და უფრო გრძელი ლულით, იმიტომ რომ ძალიან ისე უჩნათემი აქვს ყველა ამბობდა რა 10 ნომერიო მწყერისთვისო ეს კარგი არ არისო და უნივერსალურია აწერია. ხო, ეს გამომართვი ახლა შენი რაგლი? სპორტულ სანადირო ვარიანტია ალბათ. ალბათ ხო. ცილინდრი დავაგეთ 5 ჭრილიანი, ლულა მოკლეა. ახლოს მივალთ ახლა ეს ჩვენი შტატივები და რაღაცა ვიღეთ და მწყერზე ახლა 40 მეტრიდან ხო არ ვესვით. მანძილს გავანახევრეთ დაახლოებით 20-25 მეტრში დავაკვირდებით აბა სამიზნეზე რას. მე მივალ ახლა სამიზნეს წამოვაყენებ ქარმა წაგვიქცია იქ. სად არის? აი ასეთი სამიზნე გვაქვს 60-ზე სტაფილოსფერი ლაქა შუაში. და 20 მეტრი გავანახევრეთ მანძილი. ეგ კიდე წაიქცა, ნახეთ როგორი ქარია. აღარ ვიცი რა მოუხერ ხო. ცოტა მეტად იქნებ დავაჭვინო. ხო, ვეცდები რომ სანამ წააქცევს ირაგლის მოვასწრებინო გასროლა. გადატენე შენი YouTube ატროქსი. გასროლო? კი, სანამ წააქცია ქარმა. ეს არის შავი ვაზნა. აი კონტეინერი შორეზე წაიღო. ეს არის ყოფილა ბიორის ბიზე, კონტეინერში არ ყოფილა. აი ესეთი ბიორი. შენიერი აი მე აი კაროჩე რა. ატო წუნობს ეს ხალხი ვიხდები. არა, კი არ წუნობს, კაცო, მშვენიერია, მაგრამ ძალიან ჭიდროთ მიაქო. ეს ახლა მოკლელულამ დრო არის ახლა ბიჭო გადამრიელს.
ჭიდრო არ არის ახლა იმას და იდეალური გაშლა. შავად დავსვავ წერტილებს. შეიძლება გზელულიდან აკეთოს. ხო, გზელი ლულით ეს ახლა ატროქსია მოკლე ლულით და თან ცილინდრია თან. ხო და ეს როგორც გაჩვენეთ არის ესეთი ბიორის იმაზე ყოფილა პიზზე. იდეალურია. ეს იყო ბიპის ნომერი 1032 გრამიანი. წეღანის შავი ვაზნა რო გაჩვენეთ. რაც მე მგონი ჩანს ნორმალური გაშლა. კარგია რა 60-ზე კარგად გადაანაწილა 32 გრამმა. ხო და შარშან უკმაყოფილება იყო იმაზე რომ გზელი ლულით 71 და 76 მეტრები ამ მანძილზე ძალიან ისე შეკრულად მიქონდა. თუმცა ფაქტიურად ხალხი ვერანადირა რა ვისაც ცოტა გზელულიანი ქონდა და მოკლელულიანი თოფისთვის რა ვიცი მშვენიერი შედეგია მე მგონი. ეხლა გადავაკრავ კიდე მაქვს ფეტერი მაქვს ენერგი და რაღაცები რამოდენიმე გასულას კიდე გავაკეთებ და მაგასაც გადავიღებ გაჩვენებთ. აი ახლა გავისვრით ესეთი ფეტერის ვაზნა ვიყიდე კარგახნის ნაყიდი. ეს არის ფეტერი ნომერი 9 24 გრამი სპორტული. დიდი ბუმი იყო თავის დროზე ამ ფეტერებზე რუსეთში ატეხილი, მაგრამ მაინც და მაინც არ ამგონია რომ ძალიან ისეთი მაგარი ვაზნა იყოს. ეს არის კონტეინერში სპორტული ვაზნა. იგივე მანძილიდან ხო? ხო. კონტეინერში ეს. ეს კონტეინერშია. ის იყო 32 გრამი, ეს არის 24 გრამი. აჰა. მოდი აქენ ქვასთან 20 მეტრიანთან და აი ეგ არის 20 მეტრი უცებ დამოვაყენებ ფეხზე და მოვალ. ეხლა საერთოდ არა დაიწყო შევქარმა. ფეტერი მოღრუბლულობა გახმობთ რა. ფეტერი 24 გრამი 9 ნომერი. ბიჭო აქ მომაყარო საფანტებითო. რა საფანტები მოგაყვა? შენ ზომოსო საფანტები მომაყარო. ქარმა? არ ვიცი რა ხელებთან ხმოხდა ეხა და თუ გამორეკლელები იქით. სათვალე ხო გიკეთია რა სთავარი. აბა აი ხო ხდოია მაშინ ხდორო და საფანტი არ იქნებოდა სხვა რაღაცა იყო. არ ვიცი მომხდა რაღაცა. ისე რაღაცა ძალიან მსუბუქი ხმა ქონდა, მაგრამ შედეგი ცუდი არ არის. გადასარევი შედეგი 24 გრამისთვის. და დაიწყო წვიმა ეს. ისევ გაწვიმდა. მიდი ჩაჯიქ შენ მანქანაში, ამას უცებ მოვშტრიხავ და მოვალ. ეს იყო ფეტერი ნომერი 9 საფანტი 24 გრამიანი. დავაწერტილეთ სამიზნე. რაღაც 60 თუ 65 რაღაცა თუ 60-ზე ეგზომა. ცუდი შედეგი ნამდვილად არ აქვს. მაგრამ წვიმა არ გვაცდის. წვიმა ქარი, აი როგორ ქარია ნახეთ ყვავილებს იმას. ირაკლი მანქანაში მოყუჩდა. თავზე კიდე ასო ესეთი შავი ღრუბლები გვაქვს. ცოტა ხანი დაველოდები მანქანაში. გესმით ხო ჭექაქუხილი. თავარი ამ ადგილს მეხი არ დაეცესნა. მგონი გადაიღებს. არა უშავს კარგი შედეგი ქონდა ამ ფეტერს. ამ 9 ნომრით მე მგონი ტყის ქათამზეც შეიძლება ნადირობა. გწელულიანს უფრო მჭიდრო ის ექნება დაჯგუფება ალბათ. მოყუშტით მანქანაში. გითხარი წვიმა იქნება თქო. არ და კარგი ამოდი იყო რომ მოვედი მზე იყო ჩაულებრივად. ბიჭო აქ სულ ეგრეა ქალაქში გადასარევი ამინდი წამოხვალ და იქცევა ქვეყანა. ეხლა კიდე მოუგლო იქ რო ვიყავი და ფლომასტერით ნიშნავდი იქ დაუშვა კიდე. როგორ მოგუწევდა 24 გრამიანი? კარგი იყო. თან ამ მანძილზე ბიჭო კარგად გაშალა. მე როგორ შევხედე ხო მე თან რა მომწონს ცემა ვაზნაში კონტეინერშია და გაზოგადოებრივი სისტემებისთვის ძალიან კარგი არის კონტეინერში. კონტეინერი ვაზნებს ერთ არაბინძურობენ გუშს და გუშის მუხტას ასე ვთქვათ ნაფხვენები საფოთის ნაფხვენები. ნაკლებად ედება ლულას და სუფთა რჩება ლულის არხი.
თან კარგი მიტანაა ჩვენა, კი გადააყირავ, ხედავ. ეს ხო მწვანეთ არის. აწი. არა, იყო წეხანდა, მე მომეკიდია ხოლმე. ოხ, კი, მუშაობს. ის კაი რაღაცაა ეს პეტლიჩკა ცოტა. აი, ხმის ტემბრში რაღაცა არ მომწონს ამისი, მაგრამ ქარისგან აშკარად იცავს. სიტყვები გამართულად ისმის ამეტი რა გინდა ახლა. მომგრელები ჩვენ არა ვატყობთ ხმის ტემბრში. არა, აი, ხმის სისუფთავესთან ცოტა უფრო ძვირიანები ალბათ უფრო მეტად უფრო წმინდად იწეს და ნუ რაც თავარია ქარს აკავებს რა. მე კიდე. ინაზე ცოტა ხანი დაველოდებით რამოდენიმე გასროლა კიდე მინდა გავაკეთო. ეს შემოვიტანე ამაში აქვს ისინი. იმასთან ხარიც არის მეგობრებო, მოიცოდეთ. ხო და ძლიერი ქარია, მინდა გითხრა. ენერგია, ის არის ტახვარი უკრაინული და რაღაცები მინდოდა გამესროლა და აქ ახლა რისი თქვა მინდოდა, იცი? ისევ და ისევ ამ ატროქსით მწყერზე სიარულზე რა არ არის ეს სანადირო მოდელი ასე ვთქვათ, პომპა, მაგრამ ძალიან კათამზე და მწყერზე იხმორჩულებრივ. ხო მოვირგე რა მწყერზე და მომწონს ძალიან პირველ რიგში თავის ლულის სიმოკლევის გამო რა მოკლე რო არის. უნდა უყავ ჯიმეში. უკან ჩავ, უკან იმაზე პადონზე დაეცა. აი მე მგონი ისევ გადაიღო. ერთი ნახო გადავამოწმოთ. წვრილად. საერთოდ წვრილად. ცოტა ხანი დაველოდებით კიდე და ისე მიხარია რომ ამდენი წვიმები იყო წელს რომ ბალახს ამოიყვანს უდავნაშიც. ბალახი იქნება ფრინველისთვის კარგია და სამალი ბევრი იქნება, პოტულისთვის კარგია. და სამალი ბევრი იქნება. ის იყო რა ქვია, ერთი სეზონი იყო, ბიჭო, სუხრიო კი იყო, ერთი მარცვალი წვიმა არ ჩამოვარდნილა. იმ წელს გადამწვარი იყო, იმ წელს ვაფშე მწყერზე თითქმის ვერავინ ვერ ინადირა ნორმალურად. ეხლა კიდე სიმწვანეა და ესეთი წვიმები იყო და პატარა შირაქში მივედით. ძალიან ესეთი ხუბალახიანი დაგვხვდა და გადასარევად იყო მწყერი პატარა შირაქის ფერდზე. აი მაგრად ვინადირე. მე მეორე წელს წავედით ბიჭები წავიყვანეთ მაგრად შენსკენ მწყერი და ვეღარ ვიცანი ადგილი ისე იყო გადატროსული, გადახურკული. გვალვები იყო და არ ამოვიდა ბალახი. ძარიელი ქვა და ყორღი იყო და მაგრად დამწყდაგული მაშინ რა. დამაგდოს ფრინველსაც ძალიან უჭირს, საკვებიც არ აქვს და სამალიც არ აქვს და არ ჩერდება და ეტანება ხოლმე დამაგდოს უფრო ჭალიან ადგილებს, სადაც მდინარე ან ხევია, სადაც წყალია და სადაც ბალახი ხავანას. მე მგონი აზრი აღარ აქვს, ირაკლი წვიმა ძლიერდება. ხო და დაასვენებს ყველაფერს და მიხა. ხო, იქაც დაასვენებს, იქ ჩვენი რაღაცები დაგვჭა. და ეხლა მივალ ჩავალაგებ ის მორიც არ მინდა დავტოვო, ისიც უნდა წამოვიღო. ხო და ქარმა იკლო იმატა. აჰა. წვიმამ მოიმატა ხო. რუბელი აღარ წაიღო. რუბელი აღარ გაფანტა და ეს არის რა ქვია. უფრო დიდი რუბელი მოდის რა, ანუ აქ სახეირო აღარაფერი არ იქნება ჩვენთვის. რაც მომასწრეთ ეგ იყო დასრულები მოვახდინეთ. ისე ცოტა უჩვეულ სიტუაციაში მომთავროთ ამ ვიდეოს, მანქანაში მოგვიწია გადაღება. ხო, მანქანა და ჯერ ესეთი ის არ ქონია რა. ესეთი არ ქონია, მაგრამ რა ვქნა სველდებით გარეთ და ცოტა გასრებული ვარ და აღარ მინდა რომ მეტად გავშვიდე. ამ სიცხეს სად მოხერხე შენ კიდე გაციება. ნუ მე ხო ნიჭიერი ვარ და მოვაბიტავ. ნიჭიერება არის კარგია. იმოტებს და იმოტებს წვიმოკიდე ხე. კარგი, აბა დროებით ახლა ამ ნახევრად მხიარულ ნოტაზე გემშვიდობებით დღეს და რაც გამოგვივიდა დღეს ეს იყო. რაც გამოგვივიდა დღეს ეს იყო. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გვიყურეთ. ხო და სანამ სეზონი მოვა გაერთეთ. სანამ სეზონი მოვა ესე მე ხარ ჩვენ გვეცლება ასეთი ვიდეოებისთვის ის ხშირად და ჩვენ ხშირად ვივლით ხოლმე სანამ დებალა. იქიდან გადავიღოთ ხოლმე არ არის პრობლემა. წყერზე სიარულისას კიდე ეს პატარა კამერა რაც თავზე მიკეთია, ვერ აღიქოს რამოდენიმეჯერ ვცადეთ, არაფერი არ ჩანს. ფინელი ხო? ხო, მწყერი პატარა. აი დღის ქათამზე არაუშავს თუ დღისით არის. იხსეც არაუშავს კარგი კიდაზეც ხო. ბინდში უჭირს და აი მინდვრის ფონზე კიდე მწყერს ვერ აღიქვას, ვერ არჩევს რა. ესეთი კამერა მინდა ეს DJ Action 5 Pro უნდა ვიყიდო. აჰა. DJ Action 5 Pro ყაია. შეიცვალა ამან. შეიცვალა ისე. ჩემი შლეპო დავიფარე, მიყვარს ეს შლეპო ძალიან კაი კაცნა ჩუქრია და ვამაყოფამით. შემოწავედი გადავე სანამ სულ დაჟივდა და დასრულდა. ხო, მე ხალხებს დავასვლა უკვე. აბა კარგად.